შეეძლო მოსვლა, მაგრამ მაინც მოსულია და ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და დაფასებისთვის. ძნელად მოიძებნება პედაგოგი, რომელსაც არ სურს მოსწავლეებთან შორის აღიარება, პატივისცემა და მათთვის საყვარელი მასწავლებელი იყოს. ბავშვების სიყვარული, ცავსე თვალები მასწავლებლისთვის უდიდესი ჯილდოა და უმსუბუქებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც ეს პროფესია ყოველდღიურად აკისრებს თითოეულ ჩვენგანს. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის საკმარისი. საჭიროა სიყვარული, მოთმინება, თანაგრძნობა, ბავშვების გულისკენ მიმავალი გზის პოვნა. ჩემთვის ეს განსაკუთრებით რთული იყო თავიდანვე. ჩვენი ძვირფასი მედია მასწავლებელი იყო ჩემი ბავშვობის მასწავლებელი და ძალიან რთული იყო მის ნაცვლად შევსულიყავი გაკვეთილზე და მის უფრო ჩამებარებინა მისი რჩეული მარგალიტები. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობა, როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე სირთულეების მიუხედავად მაინც აშენდა. ჩვენ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას დღევანდელი საღამო ნათლად გამოაჩენს. დღეს ჩემი და მედია მასწავლებლის სადამრიგებლო მეოთხე A კლასის გამოსაშვები ღონისძიება. მას ასე გთხოვთ შეხვდეთ, მიეგებოთ მეოთხე A კლასის მოსწავლეებს, ბავშვებს, რომლებმაც ეს 4 წელი სიხარული, ენერგიით, სიყვარულითა და დაუვიწყარი მოგონებებით გაალამაზეს. კლასში საპასუხისმგებლო ერგო თანამდებობა და რადგანაც ჯერადრეა მისთვის მასწავლებლობა, დამრიგებლის თანაშემწედ გამონახა ადგილი. არ გეგონოთ, რომ ეს საქმე თითქოს იყოს ადვილი. ჭკუა უნდა, ენა უნდა, მოსწრებული ნამდვილი. დამრიგებლის თანაშემწე მარიამ ხეიძე. საოცარი ჯელტმენი და გოგოების მცველია. სრდილობა და კარგი ქცევა მუდამისი წესია. მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ, რა უკუჭებს ბუნებას. არაფერი არ ღირს მაო ამდენ ნერვიულობად. თუ გინდა რომ დაიპყრო მისი გული ალალი, შეგიძლიათ რა მიართვათ რამდენიმე ბანანი. გაკვეთილზე ლაპარაკობს, ნიჭი აქვს და ოივი, ვერასოდეს გამოიჭერს სახი აქვს და სტოივი. ნიკოლა დახუნდარიძე. არის მოწესრიგებული, თავსაც ირთობს ქვიშებზე. მომავალში არ ექნება მას პრობლემა ნიშნებზე. ჭკვიანია, არ არსებობს მასში ნეგატიური. გოგო არის სასწაული, სუპერ ელასტიური, ნენე მაჭავარიანი. მინისტრი თუ გახდებოდა ალბათ უფრო ჭამის. შესახედად დიდებული დებს გამსგავსებს ლამის. ონაუშლის ხელს თუ სიზარმაცის ბრალიას, ორზე ზის და ისვენებს სულთა თავის კაცია, დემეტრე რევიშვილი. მეოცნებე შემოქმედი უყვარს ხატვა წერა. ფიქრობს, ეშრებს რომ მისწეროს, იქნებ დართოს ნება, გადასაღებ მოედანზე იყო კასკადიორი. მხოლოდ ამაზე ოცნებობ ჩვენი ფანტაზიორი, კლასის ეშრები დემეტრე გაგუა.
წესრიგსა და ეთიკას ან კულტურას თუ ეძებ, გაიცანი მაშინ ჩვენი მშვენიერი ელენე ძიძიგური. აქვე სტუმრებს მივესალმები ქალბატონ თინათი ხაძიან სამტრედიის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს და ახლახან დანიშნულ უფროსი სპეციალობის თანამდებობაზე ქალბატონ ქეთევან კახიძეს ძალიან დიდი მადლობა გილოცავთ და მადლობა მომბრძანებისთვის. როცა ხედავთ გაუმალეთ, უგავთ კარგი კალამი. მელას ისე სწრაფად აშრობს, არ სჭირდება არც წამი. თბილი გულით ჩახუტება, ფიქრობს არის მთავარი. მეგობრობა გზად და ხიდად, აი მისი ანბანი. ლაზარე მარიჩევ! სავიზიტო ბარათია მისი ნაზი ღიმილი. ამ ღიმილებს არასოდეს ეწურებათ ლიმიტი. მას უეცრად სიხარულით აუმღერდა თუ გული, კლასში ისმის ხმა ლამაზი მოჭიჭიკე ბულბულის, კლასის ბულბული ბარბარე კიკალეიშვილი. ახლა გვინდა რომ გაგაცნოთ ჩვენი კლასის რჩეული. ლექსით, სიმღერით და ცეკვით მართლაც გამორჩეული. მას ხუმრობა ისე უყვარს, რომ შევარქვით ჯამბაზი. შევეგებოთ მომბრძანდება კლასის ოინბაზი, გიორგი კაცაძე. გოგო არის ყვავილივით, სინაკითე სინაზე, მაგრამ თუ კი გააბრაზებ, უეჭველი ინანებ. კლასის პრინცესა მარიამ სიხარულიძე. მას პიცა და ლურჯი სტიჩი ერთნაირად უყვარს. ამიტომაც პიცა სტიჩი შეუყვეთა გურმანს. კლასის სტიჩი ელენა ტყეშელაშვილი. ეგზიუპერს პერსონაჟი თან გამოპარია და ფეხბურთის მაისური წარმატებით აცვია. თეატრებში პრინცის როლზე ვერვი შეურჩევია. დაგვირეკეს ვარზე ვართ ნოე მხოლოდ ჩვენია. ნოე ჩემია. სულ დაიპყრო ინტერნეტი, ყველა TikTok ტრენდი. ჭკვიანია, ლამაზია, უღალატო ფრენდი. ცეკვავს მღერის თანაცხატავს, მის ხელშია ფუნჯი. აბასცადე მის გრაციას, თუ კი გადაურჩი. კლასის ნიჭიერი ელისაბედ ახობაძე. ირლანდიურ გარეგნობით, ენერგიის დიდი დოზით. გაიცანით მომბრძანდება ჩვენი კლასის ტვინიკოსი გაბრიელ ახობაძე. თუ რაიმეს უჩივი, ან გაწუხებს შიმშილი, მოგაწოდებს წყალს და საკვებს მარია ასლანიშვილი. მარია ასლანიშვილი. ის ჭადრაკის მეფეა, ავტოგრაფით დათა. ამიტომაც დახვებათან პირადი დაცვა. დათა მინაშვილი. კლასში მუდამ ლაპარაკობს, მაგრამ ფანსის წყნარად. ტექსტში მაღალ ფულებს იღებს, როდის ასწრებს სწავლას მათე მიქელთაძე. მას მეგობრობის უღალატო ფიცი მუდამ თან მოსდევს, მაგრამ მისგან ვერაფერს გაიგებს, თუნდაც იყოს მოწმე. კლასის მესაიდუმლე რეზია თაიძე. რეზი, რა ხდება? არ ვიცი, მას არასდროს არ იცის რა ხდება, მაგრამ სულ იცის. ბავშვებო, რა ხდება?
გაზარდი. პირველი კლასის ფოტოებში ხომ ხედავთ როგორები ვართ, როგორი დიდი ჩანთები გვეკიდა და როგორი გაკვირვებული თვალებით უყურებდით ერთმანეთს. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს უცხო ბავშვები ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდებოდნენ, რომ ჩვენ ერთად ვისწავლიდით არა მხოლოდ წერასა და კითხვას, არამედ ერთმანეთის დახმარებასაც, მხარდაჭერასაც. დღეს კი დღე ჩვენ აქ ვართ და ჩანთების ნაცვლად გული სავსე გვაქვს მოგონებებით. 4 წელი ეს არის 1460 დღე, ათასობით გაკვეთილი და ერთმანეთთან გაზიარებული მილიონობით ღიმი.
გახსოვთ ჩვენი პირველი ზარი, როგორ გვიკანკალებდა ხელი, როდესაც პირველად შემოვხადეთ ასოა. გახსოვს, როგორ წავიჩხუბეთ შეშენებაზე და შემდეგ მედიკო მასწავლებელმა შეგვარიგა. მას მერე მივხვდი სკოლა არის ადგილი, სადაც ნამდვილ მეგობრებს შევიძინოთ. დღეს ჩვენი პირველი დიდი სასკოლო გაჩერება. ჩვენ ვემშვიდობებით დაწყებით კლასებს. იმ სართულს, კლასს, მერხებსა და დერეფნებსაც კი, სადაც 4 უმშვენიერესი წელი გავატარეთ. ვემშვიდობებით ჩვენს პირველ მასწავლებელს, რომელთან ერთადაც 4 უმშვენიერეს წელი უნდა გაგვეტარებინა, მაგრამ იგი უდროოდ წავიდა ჩვენგან. მედიკო მასწავლებელი 2025 წლის 13 თებერვალს ჩვენს მფარველ ანგელოზად იქცა. ჩვენი პირველი მასწავლებელი, ღვაწლმოსილი და ამადგარი პედაგოგი. მედიკო მასწავლებელმა ჩვენთან ერთად დაუიწყარი 2 წელი და 5 თვე გაატარა. იცით როგორი იყო ჩვენი მედია მასწავლებელი? ისეთი უღალატოდ, უანგაროდ ერთგული, ემსახურა თავის საქმეს, თავის სკოლას, იშვიათად მოიძებნება სკოლისათვის ასეთი მრავალმხრივ თავდადებული ადამიანი, როგორიც მედია მასწავლებელი იყო. ასაკი მართლაც უბრალოდ რიცხვები იყო მედია მასწავლებლების შესაშული ენერგიასთან, ენთუზიაზმთან, დაუღლელობასთან. შემოდგომაზე ია ვერ ვნახე, რომ მომერთმია ცოდნის საწყისო. შენ შემაყვარე ქართული ენა, ჩემი ბავშვობის ოქროს საწმისო. მომირთმევია მადლობა ლექსად, რაც რომ მშობლების ნაფიქრებია, მასწავლებელო, ცოდნის დარაჯო, ბავშვები შენი ყვავილებია. სულ მეხსოვრება პირველი კლასი და სკოლა ჩემი სასწავლებელი. ცოდნის სამყაროს, კარის გამხსნელი, ჩვენი პირველი მასწავლებელი. დაუიწყარია ჩვენთვის მასთან ერთად ყოფნის დრო, უამრავი გაკვეთილი და ზევი გამართეთ ერთად. ჩვენ გვინდა მისი საყვარელით გავიხსენოთ მასწავლებელი, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო და სწორედ მას როგორც გამრიგებელს გავეცილებინეთ ცხოვრების ახალ ეტაპს.
წიგნი არის ყველაზე დიდი მოგზაურობა, რომელიც ადამიანმა შეიძლება დაიწყოს. როცა კითხვა ვისწავლეთ, ჩვენთვის ყველა კარი გაიღო, ჩვენ შეგვიძლია ვიმოგზავროთ წარსულში, გავიგოთ მომავლის ამბები, წიგნმა გვასწავლო ფანტაზია, საზღვრები არ აქვს. წიგნი გვასწავლის სიკეთეს, სამართლიანობას და მეგობრობას. ის გვახსენებს, როცა გვიჭირს და პასუხებს გვაძლევს კითხვებზე. მადლობა ჩვენ მასწავლებელს, რომ წიგნის სიყვარული ჩაგვინერგეს. გახსოვთ პირველ კლასში, როგორ ვუყურებდი წიგნებს. ეს ჩვენთვის მხოლოდ ფერადი სურათები იყო. ჩვენ კი წარმოუდგენაც არ ქონდა თუ რამდენი საინტერესო ამბავი იმალებოდა ამ წიგნებში. დღეს კი წიგნი ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარია. მასთან ერთად ჩვენ ვისწავლეთ ფიქრი, ოცნება და სამყარო შეცნობა. წიგნმა გვასწავლა, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ცოდნაა. პირველი წიგნი, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ, დედაენა იყო. ამ წიგნმა გაგვიღო კარი ქართული ენის საოცარ სამყაროში. მადლობა იაკობ გოგებაშვილს, რომ ასეთი ტკბილი და ლამაზი ენით დაგვაწყებინა სწავლა. ყველაფერი ამ წიგნით დაიწყო. ჩვენ 4 წლის წინათ გადავშალეთ დედაენა და პირველად წარმოვთქვით აია. ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი დიდ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო სქელ წიგნებს ვკითხულობთ, დედაენა მაინც ჩვენი საყვარელი წიგნი იქნება. ის ჩვენი ბავშვობის სიმბოლოა, რომელიც არასდროს არ გვავიწყდება. დედაენა ჩვენი ცოდნა დედაენის შესწავლით დაიწყო. დედაენა უძვირფასესი წიგნია მთელს წიგნთა ყვავილედში. დედაენა ბუნების გამოღვიძების מחარობელია. ყოველი სიტყვა ისეთი ლამაზია, ბულბულის ყელით ნამღერს გავსო. უთქვამს იაკობ გოგებაშვილს. ამ დარიგებების შემდეგ მე მახსოვს, როგორ მეხმარებოდა მეგობრები, როცა გაკვეთილი ვერ გავიგე, ან დავალება დამავიწყდა. სწორედ ეს არის მეგობრობა, როცა იცი, რომ შენს გვერდით ყოველთვის დგას ვინმე, ვინც ხეს გამოგიწვევს. დედაენა კი ის წიგნია, სადაც ბულბული გალავს. დედა კი ლოცვას აღარვლის. გადაშლის წიგნს და შენ წინ იშლება ზღაპრული სამყარო. ზღაპრული სამყარო ანბანთქებისა, რომელიც ჩვენამდე დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოვიდა. უამრავი ფარი, შუბი და ხმალია შეგჩაქსოვილი. ამიტომ ამ ჩვენ მტრისაგან ჩვენი აუღებელი ქვის დედაენა, ჩვენი სათაყვანებელი ქვის დედაენა. დედაენიდან გავიგეთ, თუ ჩვენი მიწაში გვიდგას ფესვები, რომელიც მრავალჯერ დარბეულა, მრავალჯერ მტრისაგან აუხრებულა, გაძართულა, წელში გაწყვეტილა, დაფლეთილა, გაყიდულა და განადგურებულა, მაგრამ წმენა არ შერყევია, არ გატეხილა, ფესვიდან არ მოგლეჯილა. ასეთი იყო ჩვენი საქართველო და კვლავ ასეთად დარჩება. უდიდესი კულტურის პატრონი ნაწილ დაფლეთილი, მაგრამ მაინც ქართული სიტყვით მოსაუბრე, ქრისტიანული წამსით ამაყიდა ვერ დაძლეული. ჩვენ წავიკითხავთ ჩვენივე სკოლის აღზრდილი ირაკლი დუნდუას ლექსს. ამ ლექსის წერას ვიწყებ იმ გზნობით, რომელიც მოდის მაღლა ზეციდან. სიყვარულია მნათობი სოფლის, გაგიზიაროთ ყველას ესმინდა. მინდა წოდუშოს, გთხოვო ჩედო, რაც კი არ გვეხნა ჩამიდენია და სიყვარული ჩემიდეთ ყველა, რადგან ეს გრძნობა თვითონ ღმერთია. მინდა იცოდას ყველა ქართველმა, ის თუ რა არის თვით ქართველობა, თუ რატო ვქვია ქართველს ქართველი, რომ ისი ჯვარი არის ზნეობა. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავშით ამ ქვეყანაზე. თუ ხარ ქართველი, მაშინ უნდა იყოთ ამათ რობელი, როგორც ხვანჭკარა. შენ ქართველი ხარ, მაშინ უნდა იყო ფშავს წამოსული, წყარო ანეკარა. ქართველი ხარ, მაშინ გეხუროს ნამუსის ქუდი, სადაც კი წახვალ და იქ ყოფნისას მუდამ მიფიქრე, თუ რას მოუტან შენ ქვეყანას. ქართველად მაშინ იწება კაცი, როცა მას ახსოვს, ათასი მოწამის გვამი, როცა მას ახსოვს მეტეხის ხიძი 100,000 მოწამი. როცა მას ტკივა, თუ როგორ ხოცავს 6,000 ბერს, ურჩულოს მარსი და კარგად იცის, რომ სააკაძე საქართველოსთვის გასწირა ვაჟი. შენ ქართველი ხარ? მაშინ გერქვას დიდი დავითი, ან და თამარი, რომ და
ყვეთო კლდეში ვარძია, ანა შენო თუნდაც ბაგრატი. შენ უნდა იყო ერის მეხოთბი, ლის უსტაველი დიდი თამარის. შენ უნდა იყო დედა ქართლისა და შვილად უნდა ყავდეთ მისი ცხრა ძმანი. უნდა ემსგავსო რაღაცით გრიგოს, რომ შენც აცხონო ირგვლივ მრავალ. და მაშინ უკვე ჩვენც გავწყინდებით ნადით გორან, ნაშამ გორან. ბავშვობაზე ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ჩვენთვის ბავშვობა ამ სკოლის შენობის 4 კედელში გატარებული წლებია. ეს არის დილა, როცა სკოლაში მოსვლა გეზარება, მაგრამ როგორც კი მეგობრებსა და მასწავლებლებს დაინახავ, მაშინვე ყველაფერი გავიწყდება. ბავშვობა არის დრო, როცა შეგიძლია გიხაროდეს უბრალო რაღაცეებით, მაგალითად ის, რომ გაკვეთილი ადრე დამთავრდება. დიახ, ბავშვებს წვრილმანებით გვაბედნიერებს. ჩვენ კი გვახარებს გაკვეთილის ადრე დასრულება, მაგრამ ჩვენი დამრიგებელი სულ იძახის. არ მყოფნის გაკვეთილის დრო. მერე იძახის დიდებს ბავშვობა ავიწყდებაო, მერე კი იძახის დიდებში ცხოვრობს პატარა ბავშვიო. ხან ვიცინის, ხან საყვედურობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეგობრული მასწავლებელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ. დღეს ჩვენ გვერდით დგას ადამიანი, მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, რომელიც 2025 წლის 17 ბეროლს ჩვენ კლასს ჩაუდგა წინამძღოლად. დღეს ჩვენ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ. დიდი ტკივილის შემდეგ ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც სკოლის კართან დაკვდა და გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მისი დახმარებით ჩვენ ნელ-ნელა ვისწავლეთ იმ სირთულეების დაძლევა, რომელიც თავიდან ძალიან გვაშინებდა. ჩვენ ხშირად ვარშავობდით, ხანდახან გაკვეთილზე ცხოვრობდით კიდევც, მაგრამ ის პოულობდა თბილ სიტყვებს. ნუ ხანდახან გვისაყვედურებს მასწავლებელი, მაგრამ მე არაფერია. თავარია სამართლიან დაბობრდა საყვედური. გმადლობთ, რომ ყველაფერთან ერთად გვასწავლეთ ადამიანობა და ერთმანეთის სიყვარული. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ერთი და შეკრული დიდი ოჯახი
აქ ამ კლასში ჩვენ ვისწავლეთ, რას ნიშნავს გამდვილი თანადგომა და ერთგულება. ჩვენ ერთად გვიხაროთ და წარმატება და ერთად განვიცდიდით. როდესაც რომელიმე ჩვენთაგანს რამე არ გამოსდიოდა, სულ გვარიგებდით, ისწავლეთ, იმეგობრეთ, ერთმანეთს დაუდექით გვერდში. ყოველ დასვენებაზე მოგვიწოდებდით მეგობრობისაკენ. მეგობრობა არის ის, როცა შესვენებაზე შოკოლადის ბოლო ნაჭერს შენს მეგობარს უყობ. ჩვენ ვისწავლეთ, რომ გაზიარებული სიხარული ორმაგია, ხოლო გაზიარებული დარდი ბევრად უფრო მსუბუქი და ადვილი ასატანი. ამ დარიგებების შემდეგ მე მახსოვს, როგორ მეხმარებოდა მეგობრები, როცა გაკვეთილი ვერ გავიგე, ან დავალება დამავიწყდა. სწორედ ეს არის მეგობრობა, როცა იცი, რომ შენს გვერდის ყოველთვის დგას ვინმე, ვინც ხეს გამოგიწვევს. ჩვენ ერთად ბევრი თავგადასავალი, ექსკურსია, ხიარული შესვენებები და დაუწყარი დღეები გვაქვს. ეს მოგონებები ჩვენს გულებში სამუდამოდ არჩება, რადგან იგი ჩვენი ბავშვობის ყველაზე ლამაზი ნაწილია. ხანდახან ჩხუბობდით კიდეც, მაგრამ ჩვენი დამრიგებელი გვეუბნებოდა. წენა მხოლოდ რამდენიმე წუთს უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ კი ჩვენ მალევე რიგდებოდით, რადგან ხვდებოდით, რომ მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი კამათი. მასწავლებელი როგორც მეგობარი, ჩვენი მასწავლებელ-მოსწავლურ მეგობრობა არის ის ძალა, რომელიც სკოლას საინტერესოსა და სახალისოს ხდის. თქვენ ეს წლები ჩვენთვის დაუვიწყარი გახადეთ. სიამას, ჩვენთვის ყოველი თქვენი გაკვეთილი პატარა თავგადასავალი იყო, რადგან თქვენ საინტერესო ამბებს ვიყვებოდით. თქვენ გვასწავლით, თუ როგორ დავინახოთ სამყაროში სილამაზე და როგორ ვიყოთ ყოველთვის სამართლიანები. ჩვენ გვპირდებით, რომ იმ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ, რომლებსაც თქვენ ჩვენზე ამყარებთ.
შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი კრება მაქვს. ჩვენი საიდუმლოება რაც მასწავლებელს გაკვეთილების მსვლელობაში აკავშირებს. მინდა გავითამაშოთ. ერთი გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვებმა შეიძლება ისეთი რამ დაამახსოვროთ, რომ მასწავლებელმა ყურადღებაც არ მიაქციოთ. ბავშვებს ყველაფერი კარგად გამახსოვრდება. ვინ გვემეგობრებოდა, ვინ არ გვიბრაზდებოდა, როცა დავალება არ ჰქონდა შესრულებული. მაშ ასე წარმოგიდგენ ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლების პაროდიას. მასწავლებელი შემოვიდა. ერთი ამ კაცაძეს და მიქელთაძეს რამნაირი დიპლომატიური მისია დააკისრეს, მთელი გაკვეთილია ენა რო არ გააჩვენეს. თქვენ თუ გაიგოთ, მეც გამაგებინოთ. რევიშვილი, ზერო გაჭყიდებს და გაწითებს. მარიკას უთხრა თუ შენით გადაჭდები სხვა ადგილზე. ქართული ენის უნიკალურობის დამადასტურებელი სამსაფეხურიანი ანბანის არსებობა. ესა კულტურის უმაღლესი დონე. ბავშვებო, ხელფასი დაირიცხა! მოიცადეთ ახლა, ძიმე მარხვაა, დასრულდება და წავიდეთ მერე. ბატონო იურა. არა, არ გამოვლე. მე შემოვარ. კარგი. ბავშვებო, სპორტზე არ გახვიდეთ, მე შემოვარ. კარგი, წავედი ახლა მე მარია მასწავლებელი შემოვა. კარგი, ნახვამდის მას. ნახვამდის. გამარჯობა მარია მასწავლებელო. ბოდიში დავაგვიანე გასვლა. ვერ ტოვებ ამათ მარტო მანდატურია სულ კართან. მანდატური. გამარჯობა. ხო ვიცით ბავშვებო, უფროსი როცა შემოდის ფეხზე უნდა ავდგეთ. რა იყო გაგუა წელი მოგძრა? გამოდი გაბრიელ დაფასდა. რა იყო კაცო, რატო ცეკვა? დროზე დაჯექი. სად მაგახა შენი ნერვები, დროზე გამოდი კაცოც. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სოფიოში 5 ოკეანე. გამაგიშებთ კაცო, დაფასდა რომ გამადიხართ, ყველა ცეკვა როგორ გინდებათ? დროზე დაჯექი, გაგუა დაფა გაწმინდე, გამოდი. რა შვები კაცო, გამაგებინე, ხეხაო, მაგდაფას თუ რა ხდება? კაი, ზარი დაირეკა, წავედი. რუხაძე გვერდი 33. ბავშვებო, რატო შემოდიხარ? დაირეკა ჯერ ზარი. მას მასწავლებელმა მოგიყვანა. ბავშვებო, დასვენება იმისთვისაა, რომ პატარებმაც დაისვენონ და დიდებმაც. მას კომპიუტერი ვერ გავხსენ, რაღაცის გაყეთება მინდოდა და პაროლი რა არის? ბავშვებო, რამდენჯერ უნდა გითხრათ? პაროლი არის ირინე 1 2 3 ზაღლუკა. მინაშვილი და ფხეიძე. თქვენ ხო ვერ გაგაჩვენეთ, კაცი, რა იყო, რა ბავშვი ხართ?
რა ფერი მას? გვერდით ოთახში დირექტორია, გარეთ ხმა არ გავიდეს. თორემ, ვაი, მეც და თქვენს. ვინც ხმას ამოიღებს, ახლა დახურავს კომპიუტერს. კაცაზე, დროს დახურე კომპიუტერი. მას ერთი შანსი მომეცით, მას ერთი შანსი რა გახდა მას. ხოთ მას. მინაშვილი, წადი ნახე ზარი თუ დაირეკა. დედა არიში 60 ზარის ხმა და რა ვქნა? მა ზარი დაირეკა. წადით, ხიდით, გადით. ნახვამდის მა. ნახვამდის. გამარჯობა. სპორტიდან გამოხვედით, ხო? შეხედე, კაცაძე როგორი წიდელია. ეს კაცაძე კი არა, ცელქაძეა. რატო მას? სახეზე გაწერია. კარგით მას. გათა, გადაშალე წიგნი. ვაიმე, მაჩვენე ბიჭო. ბიჭო იგარა. რა იყო ბიჭო, კიდე პირველ ნაწილი წამოიღე? მეორე ნაწილზე გადავედით ბიჭო, მეორე ნაწილზე. ვაი. შეხედეთ ანგელოზები. დაჭყაბლეთ. დამშვიდდით, მისმინეთ, იქნება რაიმე კარგს გეუბნებით. რას გეტყვით თუ იცით? ვითამაშოთ ქალაქოვანა! ნახვამდის მას. Hello children. How are you today? How are you today? აბა გადაშალეთ როლები შევამოწმოთ დავალებას. მადლობა მერაბიკა. ოჩახ დემეტრე შეგისრულებია დავალება. თქვენს კარგი ბავშვები ხართ. ეხლა მე დავიწყებ დაფაზე წერას. ჩემს რგს უკან საუბრის ხმა არ გავიგონო. დემეტრე, რა ვთქვი მე? არა, მკითხე. ცხოველი ძაღლი ვიქნებოდი. ოღონავი ძაღლი არა. მადლობა მას. ალო ვიკუ. ალო ცია. მაგვიანდება და შედი რა ჩემებთან. აი შევალ. კარგი. მადლობა. ბავშვებო, ცია მასწავლებელს აგვიანდება და ცოტა ხანი ახლა მე გავჩერდები. აი დაირეკა ზარი. Goodbye children. გამარჯობა ბავშვებო. რა ხდება ბავშვებო? მარტო ქართულია, საკალითო ჩემ გაკვეთილზე გიждდებით, მარტო. ერთი ამბავი უნდა
უნდა მოგიყვეთ და მომისმენთ ახლა. ელენეს ბებიაზე იცოდეთ. ელენეს ბებია ისეთი ქალი იყო საოცრება განათლებული. მე მასწავლე და ძალიან მიყვარდა. გიორგი, რატო თხაბნი მედრს? მე რატო ხატავ? ეგ უნდა გააკეთო ხელოვნების გაკვეთილზე და არა მეტასაზოგადოების გაკვეთილზე. ბერო სკოლაში მე დავთხრაბლიდი ელენეს ბებიკო მოვიდოდა და ისეთ ტკბილად ამიხსნიდა რომ მეორედ აღარ გამეკეთებინა ისეთ ტკბილად მასოს ეს ამბავ. აი რეკაზარი ბავშვი. არა ახალი ტელეფონი მაგა დამტენი სიარული აღარ დამჭირდება. გამარჯობა ბავშვებო. 2 წუთი დინამიკი დამრჩა და გამომიტანეთ. წადი. მადლობა. კარგი, აბა დაიწყეთ სიმღერა. ბავშვებო, შემოაშორეთ. დაიწყეთ. ბავშვებო, მე თქვენს გამო თავს არ შევირცხვენ. სახლში 2 ბავშვი მყავს. სახლის სკოლა მოვდივარ ვიღლები. თქვენ კიდევ სიმღერის ტექსტები არ იცით. მე 9 საათამდე მიწევს სკოლაში ყოფნა. შემდეგ მუსიკალურში მივდივარ. სახლში 2 ბავშვი მხვდება. ძალიან ვიღლები. თეო, ყავა გინდა? კი, მომიშალეს ნერვები. ზიკო. ასე კიდე თქვენ. ვარდნა კიდე. კი, ცოტა დამიმატე. მადლობა. აბა დაიწყეთ. ვერ გაიგეთ, გოგონები, აქ მღერი ხართ ბიჭები? ახლა დაიმახსოვრეთ და თავიდან დაიწყეთ. კაია, წინასთან შედარებით უკეთესია, გამოვარაც. ვაიმე, იქეთ მაგვიანდება. ხო, მოვდივარ. გამარჯობა ბავშვებო, დაირეკაზარი? რავიშვილი როგორ ხარ? მეც კარგად. ესე იგი, თქვენ მე რამდენი კლასი ხართ? მეოთხეა. გასაგებია. დიახ. გიგოუჩ, what's up? წესიერად მოიქეც ბიჭო. კარგი, მოკლედ nothing რა დავიწყოთ გახურება და თუ წესიერად მოიქცევით, შეჯიბს ჩავატარებ. დაიწყეთ აბა. კაი, დემეტრი გამოდი. დაიწყე. კაი, კარგია, დაჯექი. გიგაუჩ, წესიერად მოიქეც ბიჭო, თორე გაგწელავ. წესიერად მოიქეც მეთქი. არ გადამრია? ლევიშვილი, წადი მიდი ცოტა ხნი დაეხმარე გოგოებს. რა იყო ბიჭო, გოგოებთან თამაშის გიტყდება? აბა ნახეთ მიდი თუ დაირეკაზარი. იურა. ალო, იურა. შელოცია. რომ ადრე გამოუშვა ბავშვები? კაი, ადრე გამოუშვებ. კაი, ბავშვებო, წადი თქვენ მამასწავლებელმა თქვა ადრე გამოუშიო. ალბათ თქვენ ცეკვა გაქვთ. ვერ მოიცალეს სპორტისტვის, ხო? ეს ცეკვა.
მივედით მეოთხე კლასის დასასრული. ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ჩვენ დიდ ოცნებას. საინტერესოა, ვინ გამოვთ 10 ან 20 წლის შემდეგ. ჩვენს კლასში ბევრი მომავალი ვარსკვლავია. ზოგი მეცნიერობაზე ოცნებას, ზოგი მხატვრობაზე, ზოგს კი სამყარო შეცვლა უნდა. მოდი მოусმინოთ მათ. მე მინდა მასწავლებელი გამოვიდა. მინდა ბავშვებს ისეთივე სიყვარული ვასწავლო, როგორც ჩვენ გვასწავლიდა ჩვენი დამრიგებელი. მინდა ბავშვებს ცოდნის სამყარო გადაუშალო. ჩემი ოცნებაა, რომ ჩემი ქვეყნის მშვიდობა დავიცვა. მინდა ვიყო სამართლიანი და ძლიერი, რომ ყველამ თავი დაცულად იგნო. სკოლაში ვისწავლე, რომ სამშობლოს სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა. მე მინდა ლამაზი შენობები დავხატო და ავაშენო. მინდა ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ფერადი და საინტერესო გახდეს. სკოლამ მასწავლა, რომ ფანტაზია საზღვარი არ აქვს და ოცნებები აუცილებლად ახდება. ჩემი მიზანია, რომ ჩემს ქვეყანას ბევრი ოქროს მედალი მოუტანო. სპორტი მასწავლის გამძლეობას და იმას, რომ შრომის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. მე ბევრს ვიბრძოლებ და ვიშრომებ, რომ ჩემი ქვეყნის ჰიმნი მთელმა მსოფლიო მოისმინოს. მე მინდა რომ ცნობილი ექიმი გამოვიდე. მინდა ადამიანებს ჯანმრთელობა დაუბრუნო და ბავშვებს დავეხმარო, რომ ყოველთვის მხიარულად იყვნენ. სკოლა მასწავლა, რომ ყველაზე მთავარი სხვისი დახმარებაა. მე ტექნოლოგიები მაინტერესებს. მინდა შექმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს. სკოლა მომცვა საფუძველი, რომ მათემატიკა, კომპიუტერი, ტექნოლოგია და ლოგიკა სწორად გამოვიყენო. ხედავთ, რამდენი განსხვავებული ოცნება გვაქვს. მთავარია, რომ ყველა პროფესიაში ვიყოთ წარმატებული ადამიანები. მიყვარდა ზემორაჩის თასავო დიდი ფანტუ ჩამოგარი გავაგონებ მასავო ევრისები მოიარე ლამაზი დამოქარგული მერეხობეს გადავხედე ბალწინიკას დახატული დედამისმა შემომკილა შეხედვაც არ გავედო შეისთან აუსაქმური ვის ჭირდება საბედო ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა სასიდენ რომ დამიწუნა მიხრავარი ჩემს არ გამოადგება უსაქმური მომღერალი ერთიც მაგაცი და უკარგი გადასულა ხულშია შავი ზაღალი მიუხსია მადახუთა მკუჩია გოგო გახატულო წამომხები ჩემთან სახში ნადრევად მომკლავდა წამომახდენ ჩემ ზალაში დროა უკვე გავიპარო სანამ შემოგვიდეს კარი შენი ხავი ჩემი ცოლი მერიქნები შენი ხმალი ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა ოხტა ოხტა გოგო ოხტა გოგუნა ოხტა ოხტა გოგო გოგუნია გოგუნა სკოლა სწორედ ის ადგილია,
სადაც ჩვენ პირველად ვუძიეთ, რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის შილი. აქ ვისწავლე ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების სახელები, ჩვენი მიწა-წყლის ფასი, სამასი არაგველისა, ცხაზმა ხერხეციული თავდადებული მთელი თევზი თამგაწვრით მაგალითი. ჩემთვის სამშობლო, ჩემი სკოლის ეზოდან იწყება. ის იწყება იმ ქართული სიტყვიდან, რომელიც პირველად ავწერე დაფარზე. სამშობლო არის ჩვენი ენა, ჩვენი სიმღერა და ჩვენი ტრადიციები, რომლებსაც უნდა გავურთხევთ. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ მას დიდი და დიდებული ისტორია აქვს. სკოლაში ვისწავლეთ, რომ საქართველო მებრძოლი და მტკიცე ხალხის ქვეყანაა. ვამაყობთ, რომ ვარ ჩულები იმ მიწისა, სადაც ილია აკაკი და ვაჟა იზრდება. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. სამშობლოს სიყვარული კარგად სწავლა, სამშობლოს სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა და გარემოზე ზრუნვა. ჩვენი ყოველი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა. ჩვენ ვართ საქართველოს ხვალიდელი დღე. ჩვენმა მასწავლებლებმა გვასწავლეს, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, რაც არ უნდა გამოვიდეთ. ჩვენი გული ყოველთვის აქ უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა ვიშრობოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი და ლამაზი გახდეს. მე საქართველო ვარ, ქვეყანა, რომელსაც თავისუფლება არასოდეს დავიწყებია. ბევრჯერ შეეცანა ჩემს დამონებას, მაგრამ მუდამ ვიბრძოდი და ამ ბრძოლაში იმპერიები გაქრნენ, ხოლო მე დღესაც კი ვაგრძელებ არსებობას. მეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება, ციხე ტაძრები, ცადასულა ლოცვა ვედრება. წევს ვეფხვის ტყავზე საქართველო მზის წინ ხდომილი, თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი. თითქოს ლოცულობს სადაღავეს ხმათა ხავერდებს და საქართველოს დღეგრძელობას გამჩეს ავედრებს. თრთის ვენახები, თრთის ყანები, თრთის გალავნები, თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების. ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი გაფრენა, ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად, ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი გინება, ალაყაფებით, ქონგურებით რომ იყბინება, ზოგი ამაყილი ლეოა, ზოგი გასროლა, ზოგი ჩორლიდან ცის და მიწის მოჩას სასწორად. წლებმა იხულა, იხვართლა და ციხე შეება, ხავსად დუმილად ჭილყბავებად და ბუდებად. თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა, დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიღია დიდება თქვენ და თოროსანო ვერო მამებო, თქვენ შეგინახავთ თენარ ჯულიერი სამეფო. წიგნებს უსხეთხართ, ვენახდება ფოლიანტები და საქართველოს სულ სიკაჟებ გოლიათდები. ვინაც ააგო მიკორწმინდა სვეტი ცხოველი, დიდება მის ლანძს, მე არა ვარ მეტის მთხოველი. კედლებს ფრესკებად შეხიზნული წმინდა დედანო, ხვედრით ქვენებრი აღარავის გადაეტანოს. კურთხეული იყოს ვინც განჭვრიდა კლდეში ვარძია, სულიც განათლდეს ვინც აკვანი მისი არწია. ვინაც პირველად დაიმღერა ვეფხვი და მოყმე, იმ გუთნის დედას მზათავარ ვეყმო. კირითურანო, ყალატოზნო, ოსტად შეგირდნო, თუსადმე რამე ცოდვად გქონდეთ, ღმერთმა შეგინდოთ. ციხისლოდო ჩამოშლილო ჩამომსხვრეულო შენ, ძვალო ჩემო, დატანჯულო ჩემო სხეულო, დოლბურჯნო გალავნებო ნაგებო მკვრივად, ნაბზარი რა, ყველა თქვენი ნაკაწრი მკივა, გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ კი ვერაგო, შენ საქართველოს ფარაბჯარო ჯაჭვის პერანგო, ეჰეი სიმღერით, ყელსი ღადრავ შენი მგოსანი, ვაზით და ფრესკით, ჩემი მხარე მარად იცნობა და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი. გას მეციხონეთ მარადისობა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მე-20 საუკუნეში იყო ისტორიული ქართეხილები. 1918 წლის 26 მაისით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამიერიდან საქართველო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! 1921 წელი წითელი არმია დამოუკიდებლობიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ საბჭოთა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ სამშობლოს სისხლის უკანასკნელ წოთამდე დავიცავთ. თოვდა და თბილის ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. წლის აჯანყებისთვის ემზადებით მე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ბიძდებ რომ საქართველო ვერ შეეგუება მონობას. თავისუფლების ბრძოლა არასოდეს დასრულდება. 1924 წლის აჯანყება სისხლით ჩაახშვეს. რეპრესიები 1937 წელი შიჰისა და ტერორის დრო ადამიანებს აპატიმრებენ, ხრეწლენ ასახლებენ ქვეყნიდან. სად მიყავ, ჩემი შვილი? ხალხის მტერია. საუკეთესო შვილებს მართვებით, მაგრამ თავისუფლებით სურვილს მაინც ვერ კლავ. დავბრუნდი თავისუფლად საქართველოში მინდა ცხოვრება. ჩვენ საქართველოს ხმა ვართ, თავისუფლება გვინდა. 1956 წლის 9 მარტს მშვიდობიანი გამოსვლა სისხლით დაარბიეს. 1978 წელს ხალხმა ქართული ენა დაიცვა. ენა გადავარჩინეთ, რადგან ენა სამშობლოს სულია. ქართული მარტო ენაა. ქართველ რწმენა. ღმერთია ბედის წერა, სხვაროა იმოდენა. წლის 9 აპრილი ჩვენ თავისუფლება გვინდა. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი. 1989 წლის 9 აპრილი რუსთაველის გამზირი ტრაგედიად იქცა. მათ თავისი სიცოცხლე გასწირეს თავისუფლებისთვის. რეფერენდუმ. საქართველომ არჩევანი გააკეთა. დიახ თავისუფლებას. 1991 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველო, მე დავბრუნდი. თავისუფალი, ამაყი და დამოუკიდებელი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჩუბოთ ერთმანეთს თოვლი. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოგდეს. ერთი იმედი, სიცოცხლე მარად, გაგრძელდეს ქვეყნა და განმეორდეს. საქართველოში, როცა კვდებოდი. უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგდებს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოგდეთ, მაგრამ არც ხანში ვტოვებ სიცოცხლეს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავშლით ქვეყანაზე. თუ ჩემი ძმახა ერთიც მიმღერე და დაუჩოქე მიწას მოხლევით. მაშ გამარჯვება კბილო სიცოცხლე. დავრჩები და ერთაჯერ განუხრელი. ვინ მისაფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისაფერი არა გვისველებს. სანამდე უნდა რომ ზედედინოს, გავარვარებო როგორც თაველებს. სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არ წავა, გაქრება როგორც სიზმარი. მე კი რა უხო
გიყვარიათ მთებს, რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს. ნეტავს სადააქვს ამ ზუარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი, შობს აღარ გქონდეს სულად სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი. სხვა საქართველო, მაინც სადარ, რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა, ვის თუ თქავს ასე ცეცხლის ღადან, ქვეყნა სამოთხე სხვასთვის ეღირსა, დაუბადებულა რომ ვიყო მონადა, საქართველოს მედგას უხენ, მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი. როგორ შვენის ველზე ნამი გამჭირვალე როგორც ბროლი საისია მოწმენდი საისია შეუმკრთა რომ ანგელოს დაინახოს მოდარაჯა კაცის თვალი კი პარისი ისე ღელავს ისე ტოკავს როცა ქარი გადათელავს წყარო კლდეში მოჩუხჩუხე წვეთან კარავიცნის მნება დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება ეხეთქება და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი და ფერილი დილის სხივით ძირს ეშვება და იფრქვება და გადადის რძის კაფებით გავარ მთაზე და სიჩულის იდუმალი მესმის ენა და მიტაცეს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა ხედავ სურებს ხედავ დაფნარს ხედავ მდუმარ დასაკირალს ხედავ სოფლებს სიცოცხლისას განახლების თვალით მზირას ჩუმად ვიღაც მღერის მთაზე რაძადა ამ ტკბილ ხმაში არსად ისიან მღერიან როგორც საქამ ქვეყანაში არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი ბრძოლის ქარი არსად ისი არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი და არსად მთელ ქვეყანაზე არ კოცნიან ისევ ნებით ისე ცეცხლით ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით ვერსად ისე ვერვინ გაგხევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში როგორც ლერწამ ქალწულები აქ ამ წარკაც ქვეყანაში და მეეწლევ თუ მათ ალერს ვერ ვეღირს ეგეთაყვანე საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე მაშკარეკ ეგ ცხენები სადმე შორს წაიყვანე გამაქანე
ჩვენი დღევანდელი ზეიმით დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის 4 წელი, რომელიც ამ კედლებში გავატარეთ. ეს იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფერადი და უზრუნველი წლები. ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვობაზე, მეგობრობაზე, საყვარელ დამრიგებლებსა და სამშობლოზე. დღეს ჩვენ ხურავთ ჩვენი ცხოვრების პირველ წიგნს. ამ წიგნს დაწყებითი კლასი ჰქვია. სექტემბრიდან კი უფრო დიდ წიგნებს გადავშლით, სადაც უფრო დიდი გაკვეთილები და დიდი გამოწვევები დაგხვდება. ჩვენ აღარ ვართ ის პატარა და ბნეული ბავშვები, რომელიც პირველ კლასში შემოვიდნენ. ჩვენ გავიზარდით, დავაშკაცდით და რაც მთავარია, ვისწავლეთ ერთმანეთის ფასი. ეს კლასი ჩვენი მეორე ოჯახია და ასეთად დარჩება ყოველთვის. წინ დიდი გზა. შეიძლება ეს გზა ყოველთვის მარტივი არ იყოს, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, რადგან ჩვენ გვაქვს ის ცოდნა, რომელიც მასწავლებელმა მოგცეს და ის სიყვარული, რომელსაც მშობლები ყოველდღე გვჩუქნიან.
მადლობა. I just wanna let it go for the night. That would be the best therapy for me. Hey, hey. Yeah, yeah. Hey, hey. All the crazy shit I did tonight, those will be the best memories. I just wanna let it go for the night. That would be the best therapy for me. All the crazy shit I did